ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში გრძელდება. ასამბლეის თანამომხსენებლები დღეს პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან მართავენ შეხვედრებს ამ წუთებში. ევროპული დელეგაცია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ხვდება, მანამდე კი შეხვედრა გაიმართა კოალიცია ცვლილების ლიდერებთან. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ქართული ოცნების ხელისუფლებას ლეგიტიმაციას არ ანიჭებენ და პროდასავლურ ოპოზიციასთან შეხვედრებზე ქვეყანაში მიმდინარე კრიზისთან დაკავშირებით მსჯელობენ. ცნობილი არის ის, რომ შეხვედრების დასრულების შემდეგ დელეგაციის წევრები გეგმავენ საჭიროების აღსრულების დაწესებულებაში რეჟიმის პოლიტიკური პატიმრები ანდრო ჭიჭინაძე და ზვიად ცეცხლაძე მოინახულონ. ნინო სამყურაშვილი მუშაობს თემაზე და ახლა პირდაპირ ეთერში განაგრძობს საუბარს. გისმენთ ნინო. დავიწყოთ პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრით და პირველი შეხვედრა იყო კოალიცია ცვლილებების ლიდერებთან და რა თქმა უნდა მთავარი თემა იყო ის კრიზისი, რომელიც შეიქმნა ქვეყანაში არჩევნების შემდეგ და ის კრიზისი, რომელიც შექმნა ოლიგარქიულმა რეჟიმმა. სწორედ იმ გადაწყვეტილებით, როდესაც გამოაცხადა, რომ ჯერ არჩევნები გააყალბა, შემდეგ კი გამოაცხადა, რომ ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის პროცესი არის დასრულებული და ამ პროცესს 2028 წლამდე შეაჩერებენ. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები ამბობენ, რომ გამოსავლის გზებზე ისაუბრეს, რა თქმა უნდა, ევროსაბჭოს დელეგაციის თანამომხსენებლებთან და უთხრეს, რომ ერთადერთი გამოსავალი, რაზეც შეიძლება, რომ დღეს ოლიგარქიულ რეჟიმს დაელაპარაკონ, არის ის, რომ ქვეყანაში დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და ამასთან ერთად რეჟიმის ტყვეები იყვნენ დაუყოვნებლივ გათავისუფლებულები. ეს არის ის მთავარი გზა, რომლითაც ქვეყანამ უნდა იაროს. სხვა შემთხვევაში არანაირი მოლაპარაკება და არანაირი დიალოგი ოლიგარქიულ რეჟიმთან, რა თქმა უნდა, არ განიხილება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ და მათი მანდატი არ არის ის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით აქვე გააკეთონ შეფასებები. მათი მთავარი მიზანი ახლა როგორც თავადაც ამბობენ და როგორც ჩვენთან პოლიტიკოსები ოპოზიციონერები საუბრობენ, არის ის, რომ შეაფასონ ახლა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და შემდეგ ეს ყველაფერი მათ მოხსენებაში აისახონ და დღეს ოპოზიციონერები საუბრობდნენ იმაზეც, რომ მათ ძალიან კარგად იციან ის თუ რა ხდება დღეს საქართველოში, როგორი რეპრესიები არის ოლიგარქიული რეჟიმის მხრიდან წამოსული, თუმცა ეს ყველაფერი გასაკვირი არ არის, რადგანაც უკვე რუსული რეჟიმი მოქმედებს ქვეყანაში და ამ ვითარებაში აუცილებელი არის, რომ ხალხმა თავისი ბრძოლა გააგრძელოს და მივიდეს იმ შედეგამდე ქვეყანა, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს. საუბარი იყო იმაზე, როგორ განვითარდა მოვლენები არჩევნების შემდეგ, მათ შორის რა ზომებს მიმართავს დე-ფაქტო ხელისუფლება შიობიანი დემონსტრატების წინააღმდეგ. საუბარი იყო წამების ფაქტებზე, საუბარი იყო იმაზე, რამდენად უმოქმედო არის პოლიცია და მისი კადრები არსებობს, როდესაც ჩანს, რომ ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან, რომ დაორგანიზებული ტიპუშტები და პოლიცია სულად უმოქმედოა. საუბარი იყო იმაზე, რომ მთელი პერიოდის განმავლობაში ყოველს განვითარების მოვლენები არც ერთი პოლიციელი და არც ტიპუშტა დასჯილი არ არის. მოხსენეთ, რომ პროტესტი გაგრძელდება, მანამ სანამ ეს ხალხი არ გაიმარჯვებს, ხალხი რომელიც ყოველდღე გამოდის რუსთაველზე, აინტერესებდათ რა შეიძლება იყოს საბოლოო ჯამში გამოსავალი. ფინალი დავუხსენეთ, რომ მხოლოდ ორი პუნქტია და უთხარი, რომ ჩემს მიერ მოვლენ სხვა პოლიტიკური ჯგუფები და თავი დავდო, რომ ყველასგან იგივეს მოისმენს, რომ ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ეს არის ახალი არჩევნების ჩატარება, ახალი წესები და ახალი ადმინისტრაცია. ესენი არიან რაპორტიორები, მომხსენებლები, რომლებიც ჩამოდიან, სწავლობენ ქვეყანაში სიტუაციას ადამიანის უფლებების დაკავშირებით, ელაპარაკებიან ყველას და შემდეგ ამ ყველაფერს აჯამებენ და ამზადებენ ანგარიშს. ეს ანგარიშები შემდეგ გამოიყენება უკვე გადაწყვეტილის მიღები პირების მიერ, რომ მიიღონ რაღაცა გადაწყვეტილებები. ჩვენ შეხვედრამდეც ქონდა მათთან კომუნიკაცია რეპორტიორებთან, გაგზავნილი გვაქვს ყველანაირი ანგარიში, რომელიც დაიწერა იმ ძალადობის შესახებ, რასაც ქართული ოცნება ჩადის უკვე 50 დღეზე მეტი არის. აქაც კითხვები ცხადია დაისვა, როგორ ვაპირებთ კრიზისიდან გამოსვლას და ჩვენი მარტივი პასუხი იყო, რომ საქართველოს ოცნებასთან დიალოგზე წავალთ, ხოლმე იმ შემთხვევაში თუ იქნება ახალ არჩევნებზე დიალოგი და გათავისუფლებიან პოლიტპატიმრები, მათ უნდა დაწერონ ანგარიში, რომელმაც უნდა მოიცვას ყველაფერი, რაც მოხდა არჩევნების შემდეგ, მათ შორის არჩევნების მოპარვის საკითხი და მათ შორის ძალადობის თემები, რომელსაც ქართული ოცნება ჩადის. შესაბამისად, ჩვენ მათ ვაჩვენეთ აუდიო და ფოტო მასალაც კი ადგილზე იმ ადამიანების, ვინც დაზარალებულები არიან, ხვდებიან, შედიან ციხეში, რაც არის ძალიან კარგი და ხვდებიან პოლიტპატიმრებს. საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები დღეს როგორც მოისმინეთ აპირებენ რომ შევიდნენ გლდანის მერვე დაწესებულებაში და შეხვდნენ პოლიტპატიმრებს. ეს არის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და დაფიონის დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე. ამ საკითხთან დაკავშირებით მათ დიდი ხნის განმავლობაში როგორც კი ჩამოვიდნენ, ჰქონდათ სურვილი რომ შესულიყვნენ ციხეში და იქ რეჟიმის პატიმრები მოენახულებინათ, თუმცა იუსტიციის სამინისტრო ამასთან დაკავშირებით არ თანხმდებოდა, როგორც ჩანს ახლა ეს შეთანხმება მიღწეული არის და
დღეს ეს შეხვედრა მას შემდეგ რაც ოპოზიციასთან ეს მოლაპარაკებები დასრულდება უკვე ევროსაბჭოს წარმომადგენლები გაემგზავრებიან დელეგაცია გაემგზავრება გლდანის მერვეციხეში და იქ უკვე შეხვედრა გაიმართება და სწორედ რეჟიმის პატიმრებისგან მოისმენენ ის თუ ოლიგარქიული რეჟიმი როგორ ექცეოდა მათ და როგორ მოქმედებს და როგორ აპატიმრებს ადამიანებს არაფრის გამო ამის შემდეგ უკვე საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ეს შეხვედრები დასრულდება და საქართველოში მათი ვიზიტიც სრულდება და უკვე თავიანთ მოხსენებაში აისახება ის თუ რაც ნახეს აქ და რაც მოისმინეს, რადგანაც 27 იანვარს, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია უნდა დაიწყოს სტრასბურგში, საქართველოს საკითხზე არის დებატები უკვე დანიშნული და მათი მოხსენებაც და მათი მიერ ნანახი აქ ყველაფერიც უკვე აისახება, შემდეგ უკვე სტრასბურგში იქნება საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ჩამოდიოდა საქართველოში, მათ 9 იანვარს გავრცელეს განცხადება და ძალიან ხაზგასმულად დაწერეს ის, რომ ეს ვიზიტი არც ერთ შემთხვევაში არ არის არავის ლეგიტიმაციისთვის და ამით პირდაპირ უთხრეს ოლიგარქიულ რეჟიმს, რომ ის პოლიტიკური ხრიკი, რასაც ისინი იყენებენ ხოლმე, რომ ლეგიტიმაციისთვის ნებისმიერი ვიზიტი გამოიყენონ, ამ შემთხვევაში ამ ვიზიტს ოლიგარქიული რეჟიმი მათი ლეგიტიმაციისთვის ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გამოიყენებს.